გამარჯობათ მეგობრებო. პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადოთ ემოციური ჩართვისთვის გუშინდელი, არა ისეთი მართლა ძალიან სიმზარავი კადრები ვნახე. ასაცოდავი ჩვენი ბიჭების წვალების და წამების და ცოტა ვერ მოვთოკეცავ. ეხლა დღეს მინდა მოგიყვეთ ერთი ასეთი საინტერესო ისტორია. 94 წელს, როდესაც გაერომ მოაწყო შეხვედრა ჩვენი რუსების, აფხაზების და ჩვენი შეხვედრა და თვითონაც ესწრებოდნენ ამ ყველაფერს კოდორის ხეობაში. იქ დაიდო ასეთი შეთანხმება, ხელშეკრულება ჩვენსა და აფხაზებს შორის, რომელიც არ დაწერილა, ხელი არავის არ მოუწერია არაფერზე, უბრალოდ სიტყვიერი შეთანხმება იყო. ამას მერე გაერომ დაარქვა ჯენტლმენსკაია სოგლაშენია, ანუ ჯენტლმენური შეთანხმება. ხო და მერე როდესაც ეს გავიდა უკვე ძალიან დიდი დრო, 9-10 წელი ზუსტად არ მახსოვს. ეხლა ტარიღი და ჰაიდი ტალიავინი იყო ჩვენთან მაშინ წარმომადგენელი გენერალური მდივნის გაეროსი. ხო და მოვიდა ჩემთან ერთ-ერთ შეხვედრაზე და მეუბნება დავარი შკვიციანი. გაერომო ამდენი ხანი რო არ იყო ჯენტლმენური შეთანხმება რო არ დარღვეულა ამდენი ხანიო თქვენსა და აფხაზებს შორისო. ესეთი პრეცედენტი არ ქონიაო გაეროსო. ამიტომ გამოყო ჯილდოებიო. ერთი გარიკა კუპალბასთვის, რომელიც იყო აფხაზური მხარე და მეორე მე, რომელიც ქართული მხარე ვიყავი. ანუ ვინც უთხარით სიტყვა, ვინც ვივეცით ერთმანეთს, იმ ხალხზე ჯილდოები არის გამოყოფილიო და გარიკუპალბა დავაჯილდოეთო და შენ დაჯილდოებაზე რატომღაც თქვენი ხელისუფლებაა უარს იძახისო და რას გირჩიანო. ეხლა დღეს დავინახე იქ Facebook-ზე დაჯილდოებული ხალხის სია. ხო და მე კიდე ვიცი სხვა დაჯილდოებული ხალხი, რომლებმაც მაინდა-მაინც დიდი შედეგი არ დადვეს, ძალიან ბევრი ვიცი ისეთი. ვიცი ისეთი ადამიანებიც საერთოდ რომ არც უმომიათ და არც არამე უკეთებიათ და ჯილდოები რო აქვს, მაგრამ მე მაგი არ მაინტერესებს, უბრალოდ სასაცილო იყო ის, რომ ჰაიდი ტალიავინი მოდის და მეუბნება господин Квитсиани, что от тебя хотят в твоем правительстве? И служба безопасности, а если ситуация раскирчия. Ხოდა აქვე მინდა ახლა ერთი რაღაცა მოგიყვეთ კიდე. დათო თეუზაძე რო იყო თავდაცვის მინისტრი, დათო თეუზაძე რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა კოდორის ხეობაში 98-დან 2003 წლამდე იქაურობისთვის და ჯერ ხალხისთვის, მერე ყველაფრისთვის აბსოლუტურად დაცვაშიც და ყველაფერში. ასე კობალაძე იყო გვარდიის ხელმძღვანელი და წარმადგინეს გენერალობაზე. აკადემია დამთავრებული მქონდა, აკადემია სხვათა შორის წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული უკრაინაში. და თან მქონდა ვიყავი თანამდებობაზე, გენერლის თანამდებობაზე. ანუ ოპერატიული მიმართულება კოდორის ხეობის სარდლად ვიყავი დანიშნული. და ეს იყო გენერლის თანამდებობა. მერე უშიშროებიდან ზეწოლით უკვე გენერალური შტაბი იძულებული გახდა, რომ შეეცვალათ სახელი სარდალი და გადააკეთეს უფროსად. რომ პოლკოვნიკზე ჩამოეწიათ უკვე ესა თანამდებობა. ხო და მოკლედ წარმადგინეს ორჯერ ვიყავი წარდგენილი და ორივეჯერ დავიბლოკე. ავედი კანცელარიაში. კანცელარიაში ავედი და ვინ არის, სად არის, ვინ წვითავს ამ საკითხს. ავედი და ვინმე იყო ყიფიანი და სახელი არ მახსოვს. ხანში შესული კაცი. და მითხრეს, სხვათა შორის მე მგონი ილო ჭრელოშვილმა მითხრა, ილო მუშაობდა ჩემი მეგობარი კანცელარიაში მაშინ და ხატიზეს მოადგილე იყო მახსოვს. ხო და მივედი
ბატონ ყიფიანთან, ხო და რო შევედი და მოვახსენე რომ ასე და ასე ბატონი ყიფიანის ნახვა მინდა თქვა და ეგრევე დაურეკა თუ არა და შემოუშვიჩქარაო რა ისე შემხვდა რა ვიცი ძალიან მაგრად ისე მაგრად შემხვდა რომ აი მე უხერხულა კიდევაც ლაპარაკი მაგასთან ისე ძალიან ჩამეხუტა და აი დაანახტუანებული და ძალიან მომეფერა ძალიან და გამიკვირდა გაკვირებული უყურებ ხარ თუ ასე ნაფასებ თუ ასე აფასებ ჩემს ნაშრომს ნამოქმედარს ყველაფერს რატო დამბლოკე მეთქი აუ ემზარ შენი ჭირიმეო ჩემი ნება რო იყოსო შენო გენერალ-მაიორობას კი არ მოგანიჭებდიო პირდაპირ გენერალ-ლეიტენანტობას მოგანიჭებდიო მაგრამ მოსკოვმა დაგბლოკაო მოსკოვმაო გამიგეთ კარგად დააკვირდით მოსკოვმა დაგბლოკაო ანუ ორჯერ ვიყავი წარდგენილი ორივეჯერ მოსკოვმა დამბლოკა იმ ხელაზე მუშაობდნენ იმ ხელაზე ერეოდნენ შიდა საქმეებში მაშინაცკე საქართველოში რომ ვისაც უნდათ და ვინც არ აბრაზებდათ იმათ ალბათ არ ბლოკავდნენ და ვინც აბრაზებდა იმას ბლოკავდნენ აი ამ ისტორიის მოყოლა მინდოდა დღეს ჩემო პატივცემულო მეგობრებო და ამით დაგემშვიდობებით მშვიდობა და ბედნიერება მოგცეთ ღმერთმა და მრავალ აღდგომას დაგასვათ ყველა